Bloombergis ცნობით ჩინეთი ამერიკას აფრთხილებს, რომ პასუხს აგებინებს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ჩინეთმა დიპლომატიური საჩივარი გადასცა შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ბოლო პერიოდში ამერიკული იარაღის ტაივანისთვის მიწოდების გამო, რასაც მათ შორის არქიპელაგთან დაკავშირებული დავის გამწვავება მოჰყვა. ჩინეთი მოუწოდებს ვაშინგტონს შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება და მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნა ტაივანის სრუტის რაიონში, ნათქვამია განცხადებაში. კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკაში ტაივანის წარმომადგენლობა მოითხოვა შესასყიდად $1,16,000 ფასის საშუალო დისტანციაზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, აერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიით. მანამდე დეპარტამენტმა დააკმაყოფილა ტაივანის მოთხოვნა $828 მილიონ რადიოლოკაციური სისტემების და თანმდევი აღჭურვილობის შესყიდვაზე. თუ ვაშინგტონი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, უკრაინას ძალიან გაუჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, კიევში თავად მოიფიქრებენ თუ რა უნდა გააკეთონ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ამერიკის პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ეს არ არის ძალიან ღრმა ანალიზი, როცა ვამბობთ, რომ ყველაფერი ამერიკის არჩევანზეა დამოკიდებული. მხოლოდ ლიდერი არ ცვლის პოლიტიკას. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ იქნება ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის კონგრესს გავლენა ექნება ომზე, იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და უსაფრთხოების საბჭოს საპროტესტო წერილი გაეგზავნა, განაცხადა ერაყის მთავრობის პრესპიკერმა ბასიმ ალაუდიმ. მისი თქმით, საპროტესტო წერილში დაგმობილია ისრაელის მიერ ერაყის საჰაერო სივრცისა და სუვერენიტეტის დარღვევა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის. პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დაუკავშირდეს ამერიკულ მხარეს და ამ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება ორმხრივი სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების პირობებს და შეერთებული შტატების ვალდებულებას ერაყის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ის არ დაუშვებს ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას სხვა ქვეყნებზე, თავდასხმებისთვის, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებზე, განაცხადა ბასიმ ალაუდიმ. ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების გამო მწარე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელმა საჰაერო იერიშით თავის საშინელ მიზნებს ვერ მიაღწია და აღნიშნა, რომ ისრაელის იერიში არასწორი გაანგარიშებული და უმწეო იყო, ხოლო მისი მწარე შედეგები წარმოუდგენელი იქნება. იუნიანი რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის ქალაქ ყაზანში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. როგორც სტატიაში წერია, გუტერეში ბრიქსის სამიტმა მოხიბლა, განსაკუთრებით ყაზანი კრემლის მონახულებამ, რომელსაც მსოფლიოს შესანიშნავი საოცრება უწოდა. მისი თქმით, ასეთი სამიტები სასარგებლოა. ვფიქრობ, რომ ყველა სამიტს, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს, გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ისინი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში გვეხმარებიან, თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, რომ გუტერეშის ვიზიტს რუსეთში უკრაინული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიქსის სამიტზე მისი დასწრების გამო გუტერეშს კიევში ვიზიტზე უარი უთხრა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა პოდოლიაკმა კი თქვა, რომ გუტერეშის ვიზიტმა ბრიქსის სამიტზე გაეროს რეპუტაცია შელახა.